მოგესალმებით უღრანი ტყიდან, თბილისის შემოგარენიდან. ხედავთ როგორი სასიამოვნო სიმწვანე, ხასხასა. ბალახები, ხეები ახალამწვანებულ ბუნებაში რასჯობს ახლა ალ სამედიტაციო პრაქტიკას. მინდა რომ ექსტრასენსულად განვეწყოთ, ექსტრასენსულად და ირგვლივ არსებული სივრცე კარგად შევისწავლოთ. გავხსნათ ის ენერგოინფორმაციული სივრცე, რომლითაც ვართ შეერთებული სამყაროსთან, დავამყაროთ კონტაქტი, ეს ექსტრასენსული უნარები გამოვიმუშაოთ, ვისაც გვაქვს კიდევ უფრო გავხსნათ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ, სხვადასხვა სახის ვარიანტები გვაქვს როგორც იცით და დღეს მინდა რომ პატარა ვარიანტი განვიხილოთ კურსიდან, ხეებისგან ენერგიის მიღება, დედამიწასთან უკეთესად შეერთება და მისი ენერგიის მიღება. ეს მინდა რომ კიდევ უფრო ხარისხობრივად გავაუმჯობესოთ. თავდაპირველად ვესალმებით ხეებს, ტყეს, ტყის სულებს, ანგელოზებს, აქაურ სივრცეს. მადლობას მოვახსენებთ ჩვენი მიღებისთვის. ვთხოვოთ რომ ეს გაგვიხსნას ის ჭიშკარი, რომელიც თვალით უხილავ პარალელურ ჩვენს მიღმა სამყაროებთან გვაკავშირებს. პირველად ვსწავლობთ დამიწების ტექნიკას, რადგან დედამიწის ენერგია არის დაგვეხმარება აი ამ სხვადასხვა ფარული და არა მატერიალური სივრცეების დასანახად, მასთან კონტაქტის დასამყარებლად. ეს უპირველეს ყოვლისა გვჭირდება აი ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვის, რომელიც ადამიანს სჭირდება თანამედროვე ეპოქაში, ასეთ დაძაბულ და დაუნდობელ ეპოქაში არსებობისა და განვითარებისთვის. პირველად ვაკეთებთ რას? ჯერ გონებით ჩავდივართ ფეხებში, ფეხის ტერფებში, გულებში. იქიდან ვაგზავნით იმპულსებს დედამიწაში. იმპულსები არის სპირალური, ფესვებით ჩაუშვით, ყვევით ვაგზავნით და ვაგზავნით ამ იმპულსებს, თითქოს ჩადის, ბურღავს, ყვევით ჩადის და ეს იმპულსები იგზავნება რაღაც კონკრეტული მისამართით დედამიწის ცენტრში, სადაც უერთდებით იქაურ ენერგეტიკულ ბურთს, ენერგიას ზოგადად. ეცადეთ რომ უწყვეტად გზავნოთ ეს იმპულსები. მიდის ეს ენერგია, გზადაგზა ავსებს იმ ჩვენს სხეულიდან ჯერჯერობით გეუბნებით, სხეულში არსებულ სხვადასხვა ზონებს, რომლებიც რაღაც ფსიქოლოგიური რაღაცის გამო იყო დაბლოკილი, შეჩერებული, ისინი უნდა გაიაროს. ფეხის გულებამდე სანამ მოდმივად ვაგზავნით და ვაგზავნით აი ამ იმპულსებს ფეხებიდან მერე დედამიწაში და ესეთი ნაკადებით. ფეხები, დედამიწა, ისევ ვაგზავნით ფეხებისკენ, დედამიწისკენ, სიღრმეებისკენ, აი ფესვებით. ეცადეთ რომ კარგად შეიფსოს იქაური სივრცე, აი ამ იმპულსებით. გონებით უკვე ფეხებიდანაც ვაგზავნით იმპულსებს. ცნობთ როგორ ივსება დაბლა აი ეს ფესვები, რომელიც დედამიწასთან გვაკავშირებს. ვეცადოთ რომ ეხლა უკვე ხელებშიც ვაგზავნით იმპულსებს, აი ეს ძარღვები, ენერგეტიკული ძარღვები ივსება და ხდება იმ კონკრეტული ზონების ათვისება, რომელიც ადამიანს მანამდე რაღაც ფსიქოლოგიური დისკომფორტის თუ რაღაც სხვადასხვა მოვლენების გამო ჰქონდა გაჩერებული. ხელები საჭირო არის ადამიანის რეალიზებისთვის, მისი მონაცემების ბოლომდე გახსნისა და სამყაროში მოძრაობისთვის, მოქმედებისთვის და აი ამ ყველაფრის ეფექტურობისთვის. ანუ რეალიზებისთვის სჭირდება ყველაფერი ეს ადამიანს. ასევე ფეხებიდან დედამიწას რომ უერთდებით, ფეხები საჭიროა მოძრაობისთვის, საკუთარ საქმეებში კარგად წარმატებული სვლისთვის. მუხლები საჭიროა ზოგადად მოგზაურობების სხვადასხვა სახის მოქმედებებისთვის, უცხოეთი, სხვადასხვა სამყაროები, უცხო ადამიანები, უცხო ენები, აი ეს ყველაფერი მუხლები არის ამაზე პასუხისმგებელი. ხშირად
იმიტომ რომ ის იბლოკება ხოლმე აი სხვადასხვა სახის დისკომფორტისა და სტრესების გამო, სხვადასხვა მავნე ემოციების გამო და რა კი ეს ტეხვადი ადგილია მუხლი, ასე ვთქვათ, ესე მოსახსარი აქვს მას, ენერგია ხშირად იჭედება, ვერ გადაადგილდება კარგად, ვერ მოძრაობს და ადამიანის კავშირი ეკარგება დედამიწასთან, ზეცასთან და ასე შემდეგ. ამიტომ დედამიწის ენერგია რო კარგად მივიღოთ, ვაგზავნით ფეხებიდანაც, ქვევით და ასევე სხეულის იმ ზონებს, სადაც ეს გადის, ვცდილობთ რომ კარგად შევავსოთ. ესე იგი, ხელის გულები და ფეხის გულები. მათკენ არის მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება, ხოლო იქიდან უკვე ხელებიდანაც და ფეხებიდანაც უკვე დედამიწაში დამიწება. შეგიძლიათ არ დაიძაბოთ, უბრალოდ აგზავნეთ იქ თითქოს რაღაც ღილაკი არის ჩართული და ჩადის დაბლა იმპულსები და თანდათან ვეჩვევით დედამიწის ენერგიას, ქვევით, ის ფესვები დედამიწის ცენტრამდე აღწევს. ამ დროს ენერგიას აქვს წყლის ფუნქცია და ადამიანის აი სტრესები და ნეგატივი თანდათან ჩაინაცვლებს ქვევით დედამიწაში, სადაც გადაიხარშება, გადამუშავდება და თანდათან დედამიწიდან უკვე იგრძენით როგორ ამოდის ზევით ენერგია, უკვე გასუფთავებული ენერგია ამოდის ფეხებიდან იწყებს ამოსვლას და სხეულში სპირალურად შემოდის და თანდათან იბერება ადამიანი ენერგიით. მერე უკვე ზემოთაც რო იგრძნობთ, რომ კარგად შემოდის ეს ენერგია. კინგრიხოს ზონაც ასე ვთქვათ, გაავსეთ, რათა ყველგან შემოვიდეს ენერგია და არ გაიჟონოს გარეთ, ცოტა ხანი წარმოსახვით, პატარა პრობკა წარმოიდგინეთ, ან ხელით შეგიძლია დაიდოთ და კარგად შემოვიდეს და უნდა გასუქდეთ, ასე ვთქვათ, ამ ენერგიით, დედამიწის ენერგიით გაივსოთ და ყველა ზონის შევსების შემდეგ ამ ზონებს ცალკე სხვა დროს დაუბრუნდებით, ვიცით რომ ყველა ზონა რაღაცაზე არის პასუხისმგებელი ორგანოები, არა მარტო ჩაკრები მარტო ძალიან პატარა პროცენტზე არის პასუხისმგებელი. ადამიანის ფსიქიკა შედგება გაცილებით სხვა რაღაცებისაგან, ორგანოები, ძვლები, მყესები, კუნთები, სხვადასხვა უბრალოდ სივრცეები, სხეულის სივრცეები არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრ რაღაცაზე. ამიტომ ეცადეთ რომ ყველა ადგილი კარგად შეავსოთ, იმიტომ რომ პერსონალური, ინდივიდუალური კონსულტაციის დროს, სეანსების დროს ყოველთვის ჩანს ადამიანს რომელ ზონაში აქვს პრობლემა და არა რომელიმე ჩაკრაში. ეს ზონები უნდა კარგად შეავსოთ. ფსიქოლოგიურად ფსიქიკა იმ კონკრეტულ ზონებთან ამყარებს კავშირს და იქ ხდება რაღაც პატარა შეფერხებები. ამიტომ ზონები შეავსეთ კარგად, ეცადეთ რომ კარგად შეივსოთ, გაიბეროთ ამ დედამიწის ენერგიით. თავამდე წამოვიდეს ყველა ადგილი დედამიწის ენერგიამ შეავსოს და მერე გადავდივართ უკვე სავარჯიშოს მეორე ნაწილზე. უკვე გონებით დედამიწიდან, აი როგორც ნახეთ წეღან ირგვლივ არის ხეები, მათ აქვთ ფესვები, რომლებიც დახელოვნებულები არიან დედამიწის ენერგიის მიღებაში. დედამიწის ენერგიას ადამიანი მოწყვეტილი არის, ხო? არა ვართ ხა ისეთი უმეტესობას დაკარგული აქვს დედამიწასთან კავშირი, ხოლო ხეები მუდმივად დედამიწიდან საზრდოობენ ამ ფესვებიდან, იწოვენ ამ ენერგიას, ამ სითხეებს, საკვებნივთიერებებს, დედამიწის ენერგიით იკვებებიან ისინი, იმით იზრდებიან, ხოლო კოსმოსი, კოსმიური ენერგია მათ ავსებს, უკვე ფორმებს აძლევს და სხვადასხვა სახის განვითარებას აძლევს, სხვადასხვა ფოთლებს, ნაყოფს და ასე შემდეგ, უკვე თავის ფორმებს აძლევს. ამიტომ ჯერ დედამიწასთან ვსწავლობთ კონტაქტს და უფრო უკეთესად რო გამოგვივიდეს ეს კონტაქტი, აგერ ხეების ენერგიას მათ ფესვებს უკავშირდებით, წარმოიდგინეთ გონებით დედამიწაში ჩვენ ხო გვაქვს ეს წარმოსახვითი ფესვები. აქედან უკავშირდებით უკვე ირგვლივ სივრცეში წარმოიდგინეთ როგორ დაქსელილი არის სივრცე, აი ამ ყველა ხეებს მათ ფესვებს უკავშირდებით. უკვე წარმოიდგინეთ აი ეს ფესვებით დაქსელილი სივრცე, რომელსაც გონებით წარმოსახვითი გონებით ჩვენ გონება მთლიანად ფეხებიდან დედამიწაშია ჩასული და იქიდან ვათვალიერებთ დედამიწაში ათვალიერეთ ეს ფესვები. წარმოიდგინეთ მათი ფესვები როგორ არის განლაგებული, წარმოსახვითი ხელებით შეგიძლიათ იქ შეეხოთ, რაღაც ატრიალოთ ენერგია, რომ უფრო კარგად იგრძნოთ
ან წარმოსახვაში ეს თანდათან გასტიმულირდება, დაიწყებს მუშაობას. ხო და აი ამ ფესვებს უკვე ვეკონტაქტებით, ისე რომ მათთან წარმოიდგინეთ, რომ მიერთებული ვართ უკვე სხვა ხეების ფესვებს. და დავიწყეთ იქ სუნთქვა. იქა გვაქვს ფილტვები, ცხვირიც, ნესტოები, სადაც სუნთქავთ ხეების ფესვებთან, აი ქსელთან ვართ შესული კავშირში, ყოველი შესუნთქვისას ხეის ფესვების ენერგია შემოდის, ამოსუნთქვისას ეს ტალღები, ხეების ფესვების ტალღები ვრცელდება ირგვლივ და ამ ტალღებად ვიქცევით ჩვენი გონება აი ხეების ფესვებად არის ცოტა ხნის განმავლობაში ქცეული. და იმის და მიხედვით რამხელა ტერიტორია, რამხელა ტყე არის და რამხელა ასე ვთქვათ სივრცეა, წარმოიდგინეთ, რომელიმე თუნდაც 50 მეტრის ან 10 მეტრის სიგით რო ხე არის, აი იმ ხეში ადით. ხო ჩვენ ხო შევედით ახლა ფესვებში. წარმოიდგინეთ, რომელიმე ერთ-ერთი ხე იქით წარმოსახვით. ავედით იმ ხეში, რომელიმე ხეში. მოათვალიერეთ ხის თვალები დაინახეთ, მოათვალიერეთ ირგვლივ რა ხდება, იგრძენით იმ ხის თვალებით დანახვად. ძალიან მარტივია თუ ამას დაამუშავებთ მე თანდათან ეს უკვე რეალურ ცხოვრებაში გამოგადგებათ. ეხლა ჩემთან სეანსებზე ვინც არის ნამყოფი, იცის რომ ის ადამიანში ჩვეულებრივად შევდივართ ქვევიდან, ხედავთ იმისი თვალებით, როგორ ხედავს, პირდაპირ ზუსტად ვეუბნებით ხოლმე იმ თქვათ თვალების როგორი მონაცემები აქვს, რას ხედავს, რანაირად ხედავს, როგორი დარღვევა აქვს, პლუს მინუსი, ორივე თვალით ერთნაირად ხედავს თუ არა. ეს რეალურია და ჩვენთან ეს ყველაფერი გამოსცადა, ვინც ნამყოფია, ყველა მიცის, რომ თვალებიდანაც მიხედებით ადამიანების თვალებიდანაც ამას მე ისწავლით უკვე თანდათან. ეხლა უბრალოდ ბუნებაში არის საჭირო, რომ ის ყოვლად ასე ვთქვათ უსაფრთხო არის, აი ვთქვათ ხე, ხო, არ შეიძლება ისეთი მავნებელი იყოს, როგორც ვთქვათ ადამიანი და მისი აზრები, ხო? ბუნებაში შევდივართ, ხეებს აქვთ უნარი ნეგატივის გადამუშავების, ანუ ხეები არის ფესვებით რო არის შეერთებული დედამიწასთან, აი ეს წეღან სავარჯიშოს დასაწყისში რო იყო, ხო, გითხარით რომ დაბლა რო ჩადის ენერგიას აქვს წყლის პრინციპით. ანუ ქვემოთ ჭაობდება თუ არ გამოიცვალა, ხო და ქვემოთ ჩადის დედამიწაში. ხო და ხეებს უნარი აქვს რომ ის ნეგატივი ქვევით ჩაუშვას. ხო და მე იქიდან დედამიწა ბუნებრივად აძლევს უკვე სუფთა ენერგიას. და ასე ჩვენც იმ ენერგიით, სუფთა ენერგიით ვივსებით მე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფესვებით დედამიწასთან შეერთებას. ხო და ჩვენ ახლა ვსწავლობთ ხის ფესვებთან მიერთებას უკვე დედამიწის გავლით ხის ფესვებთან და იმ ხეში ამოდივართ და ირგვლივ ვიხედებით. მოათვალიერეთ ერთი 10 მეტრის დიაპაზონში რა ხდება. ეს შეიძლება პირველად სასაცილოდ მოგეჩვენოთ, შეიძლება იქ სულაც არაფერი დაინახოს ადამიანმა, ან ძალიან ზედმეტი ფანტაზიებით რაღაც 1000 რაღაცა დაინახოს, მაგრამ ეს ხდება იმისთვის, რომ დატრენინგდეს ფსიქიკა, კარგად ადამიანმა ისწავლოს საკუთარი სხეულიდან, ფიზიკური სხეულიდან, საკუთარი აზრებიდან, აი ესეთი ზედმეტად მიტმასნილი თუ ჩაჭედილი თუ მიჯაჭვული აზრებისგან თანდათან განთავისუფლებას, დედამიწაში ჩავედით, თანდათან ხეში ავედით და ეს იწვევს აი სამკურნალო ენერგიის გამომუშავებას, რაც სამყაროშია, უერთდებით ამ სამყაროს, სწავლობთ კონტაქტს ირგვლივ სივრცესთან, ეს ყველაფერი მე ადამიანს ავსებს და მავნე ენერგიისგან ათავისუფლებს. ანუ ის სუფთა კოსმიური ენერგია, რომელიც აქ შემოდის, ის ბუნებრივად განმოხტავს, გამოათავისუფლებს იმ მავნე ენერგიას. აი ხის ენერგიით, ხის სივრციდან სწავლობთ ყურებას ირგვლივ, იგრძენით ხე რას გრძნობს. მე ჩამოვედით იმ ერთი ხიდან და გადავადგილდით ახლა ეს მოძრაობები ვისწავლეთ დედამიწიდან. ამ ფესვები ხო არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ეს ენერგოინფორმაციული სივრცე ამ ხეებს ჩამოყალიბებული აქვს უკვე ეს სივრცეში გადამცემი ხაზები, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული, როგორც კაპილარები არის ადამიანის ეს სისხლძარღვები და მთელი ეს უჯრედები არიან ქსოვილები დაკავშირებული სხვა
ესეთი ენერგეტიკული და ფიზიკური თუნდაც აი სივრცეებით ხეებსაც აქვთ ესე გადაცემის უნარი. ჩავდივართ, სხვა ხეში ამოვდივართ ახლა. ეს ყველაფერი თანდათან ადამიანში სისუფთავის, ჰარმონიის შეგრძნებას იწვევს. ყველა ხეს აქვს თავისი კონკრეტული არხები, კანალები, ასე ვთქვათ, კოსმოსთანაც არის ის კავშირში, ჯერ ახლა ჩვენ უბრალოდ დედამიწასთან და ხეებთან ურთიერთობას ვსწავლობთ, ის კოსმოსთან, სხვა ვარიანტები გვაქვს კიდევ. გამოთავისუფლდა ის მავნე ნეგატივი გონებიდან, თანდათან გავსუფთავდით. ხის ენერგია აჯანსაღებს ადამიანს, ზრდის პრინციპი შეაქვს მასში, ზრდადი ფუნქციები აქვს. ხე არის, ხის სტიქია არის პლანეტებიდან იუპიტერის წარმატების, გამარჯვების პლანეტის, ასე ვთქვათ, მოკავშირე. ხის სტიქი ის არის იუპიტერიც, მწვანე ფერისაა და ადამიანში, აი ბუნებრივად ხეში და მას ენერგიებთან ურთიერთობა და კონტაქტი ავტომატურად პლანეტა იუპიტერთანაც აკავშირებს. გზას უხსნის სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ ფსიქოლოგიურ თუ თუნდაც ფიზიკურ, ენერგეტიკულ განვითარებაში. და ამ ხეებს აქვთ ასევე კოსმოსთან უწყვეტი კავშირი, მუდმივი კავშირი, რომელიც ადამიანმა, როგორც ვიცით, თანდათან დაივიწყა. ჩვენ პლანეტარული თერაპია გვაქვს, რომლითაც უერთდებით ამ სხვადასხვა არხებს, კოსმოსის სხვადასხვა მიმართულებებს. ხოლო ხეს გამოცდილება რა კი უფრო მეტი აქვს ამ კუთხით, იმას რომ უერთდებით, ბუნებრივად მისი ცოდნის მატარებელი ხდება. ამიტომ სულაც რო ძალიან ბევრი არ ვიფილოსოფოსოთ, აი რაც ეხლა თქვი, ჯერ უერთდებით დედამიწას, ჩვენს არხებს ვაერთიანებთ მთლიანად, უერთდებით დედამიწას, მას ფესვები გაგვყავს, მერე იმ ფესვებიდან წამოსული დედამიწის ენერგიით ვივსებით, რათა კარგად შევივსოთ. მერე ამ უკვე მეტნაკლებად შევსებულზე შევდივართ იმ ფესვებში, ფესვების სამყაროსთან ვაკეთებთ კონტაქტს, ხეებთან. სასურველია ბუნებაში სუფთა ადგილას, ეხლა ყველა ხე რა თქმა უნდა ამისთვის არ გამოდგება. ხეების ფესვებს გაცილებით მეტი ინფორმაციის შემოტანა, შემოწოვა აქვთ, მუდმივად დატრენინგებული, ასე ვთქვათ, ბუნებრივად და მასთან შეერთებით ადამიანი ბუნებასთან კავშირში შედის, კოსმოსის მოქალაქეები ვხდებით, ნამდვილი მოქალაქეები ვხდებით, ვეგულობთ იქიდან სამკურნალო ძალებს, გამაჯანსაღებელს, ზრდადი პრინციპი შემოდის, პლუს კოსმოსთან კავშირიც ხეებს გაუმჯობესი აქვს და ამას მე სხვა დროს განვიხილავთ როდისმე და ასე ვთქვათ, გონებით გამოსვლა სხვა ხეებში შესვლა, მერე იქიდან კიდე გამოსვლა დედამიწის, ანუ რაც მეტჯერ გაევლით აი ამ დედამიწის არხებს, მით მეტჯერ ფსიქიკა მეტჯერ თავისუფლდება და მეტ გაწმენდას განიცდის მისი სხვადასხვა ღრმა დაფარული ზონები, რომლებიც მანამდე დაკავებული იყო სულ სხვა რაღაცით. ანუ სწავლობთ კოსმოსთან ურთიერთობას და ეს ძალიან ხშირად ადამიანს ათავისუფლებს ისეთი მძიმე დაავადებებისაგანაც კი, რომელიც მანამდე ეგონათ მოურჩენელი საერთოდ. იმიტომ რომ ადამიანებს არასწორი აქცენტი აქვს გაკეთებული, სულ ყველაფერი მატერიალიზებულია. სახლი, ოჯახი, ვთქვათ, სამსახური, სოციუმი, იქ რაღაც თანამედროვე სოფლიოს პრობლემები გამოწვევები და ეს ყველაფერი ადამიანს ათავსებს აი რაღაცა აჯაჭვებს იმ რაღაც პრობლემებთან ერთად. ხოდა, როდესაც ესეთ გასვლა და გაწმენდებს ახდენს ადამიანი, აი დედამიწაში, ფესვებში, ხე, მეორე ხე იქით, ასე ვთქვათ, თავისუფლება ადამიანი ამ სხვადასხვა პრობლემებისაგან, მისი ფსიქიკა აღებულობს აი ამ გამოცდილებას, სუფთა, ჰაეროვან, ენერგეტიკულ, დედამიწის მძლავრ, აი ამ ყველაფერს აერთებს და ფსიქიკა თვითონ კურნალობს მერე თავის თავს. ადამიანი ხდება ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული. ეს ვარიანტები ძალიან მარტივია, მერე ადამიანმა უკვე სხვა ადამიანების მიმართაც გამოიყენოს, ვთქვათ, მათ განსაკურნებლად, როგორც ვიცით, ამ ჩემს ინდივიდუალურ სეანსებზე მუდმივად
ადამიანებს აი ესეთ რაღაც მავნე ვარიანტებს უხსნით სხვადასხვა ზონებიდან, სხეულის სხვადასხვა ზონებიდან და მიტომ არის ჩვენთან ასეთი კარგი შედეგები ყოველ დღე ხან რომელი განთავისუფლდება დისკომფორტისა და ავადმყოფობისაგან, სხვადასხვა კვანძები, აი ჩიყვისაგან, სხვადასხვა დაავადებებისაგან უახლოეს წინა 1-2 თვის პერიოდში რამდენი ადამიანი გამოჯამრთელდა, რომლებსაც მუდმივად ამ სკრინებს ვდებ ხოლმე თუ როგორ ეშველათ და როგორ სხვადასხვა მიმართულებით არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით, არამედ განვითარების წინსვლის, ვთქვათ, იქ ცხოვრებისეული, იქ სამსახურეობრივი და ოჯახური პრობლემებისგან როგორ მარტივად აგვარებენ სხვადასხვა ესეთ ვარიანტებს. აი ესე ვისწავლოთ კოსმოსთან ურთიერთობა, კიდევ უფრო შეგვიყვარდება ხეებიც და ბუნებაც და მივხვდებით, რომ ის ბუნებას აქვს თავის თვითონ აქვს ის განმაკურნებელი, განმკურნავი ძალა კოსმოსთან ურთიერთობის აი ეს კოსმიურ ჰარმონიაში, იმ სიმფონიაში შევდივართ. სწავლობთ მე უკვე ეს ინერციით უკვე ადამიანის ფსიქიკაში შემოდის ესეთი ტენდენციები და მე ადამიანი გაცილებით მიმღები, ჰარმონიული, ჯანმრთელი, ფსიქოლოგიურად გამართული ხდება და უფრო თანამედროვე გამოწვევებს უფრო ადვილად უმკლავდება. ასე რომ ვიყურეთ ჩვენს სეანსებს დაესწარით, სემინარებს, რომელიც ყოველ შაბათს სტარდება საღამოს 5 საათზე. ეს ხდება როგორც ონლაინში, ასევე რეალურადაც მოდიან, მუდმივად პოსტავ ამაზე ჩემს გვერდებზეც, დავასურ გვერდზეც და ჯგუფებშიც, ქალთა ჯგუფი და ქალთა ჯგუფი იუპიტერი და პლუს პლანეტარული თერაპიისა და ნეიროიმპულსური თერაპიის ჯგუფებში. ეს მუდმივად ამებს ვაანონსებთ. ეს პატარა სავარჯიშოებსაც ვდებთ, ვასწავლით თუ როგორ განიკურნოს ადამიანებმა საკუთარი თავი აი ეს თანამედროვე მედიცინისა და იმის გადამკიდე, ასე ვთქვათ, თანამედროვე პრობლემების გადამკიდე ყველაფერი გაძნელებულია, გაძვირებულია და ჩვენ ყოველგვარი წამლის და ესეთი ზედმეტად დროში გაწელილი კურნალობის მაგივრად აგერ სულ რაღაც რამოდენიმე პატარა კურსში, ვთქვათ, პატარა რამდენიმე სემინარში ბევრს ძალიან ესეთი პრობლემები მოუხსენით. დავეხმარეთ ამ ყველაფრის გადალახვაში, როგორც ფსიქოლოგიურად, ასე ჯანმრთელობით, ენერგეტიკული განვითარება, ეს ექსტრასენსული ძალების მობილიზება ისწავლა ძალიან ბევრმა და თანდათან კიდევ უფრო ხარისხობრივად ვაუმჯობესებთ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო კარგად დაწვრილებითი სახით ვასწავლით ყველაფერს და თანდათან საინტერესო კიდევ ბევრია ჩვენთან და ასე გვადევნეთ თვალყური, მობრძანდით, შეგვეხმიანეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.